მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები ისევ იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, პრაქტიკულად მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ჩვენ ეს განცხადება მოვისმინეთ 2024 წლის 28 ნოემბერს და მას შემდეგ ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ყველგან ისმის მოქალაქეების პროტესტი და შეუვალი პოზიცია, რომ ისინი არაპირებენ დათმობას, საქართველოს დათმობას პრაქტიკულად, რადგანაც ძალიან მარტივია დაინახო, რა შეიძლება მოვიდეს დაემართოს ქვეყანას ევროპელი პარტნიორების, ევროპის და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, როცა ეს რჩება მარტო აგრესორი რუსეთის პირისპირ. ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ ამ პროევროპულ საპროტესტო აქციებს. უმთავრესი გზავნილი ამ საპროტესტო აქციებზე არის ისევ ის, რომ უნდა მოხდეს თავისუფალი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ასევე უცვლელი მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. მე მინდა ბოლო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებზე გავესაუბრო დღეს საპროტესტო აქციაზე მოსულ ადამიანებს, მათ შორის უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე. რა გამოჩნდა არჩევნებით, მაშინ როცა უნგრეთის შემთხვევაში ძალიან ბევრი ეჭვები არსებობდა ამასთან დაკავშირებით, რომ იქაც ავტორიტარიზმის პირობებში ძალიან რთული იქნებოდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. რა გამოჩნდა უნგრეთის არჩევნების შემთხვევაში, რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში, რაც ფიქრობენ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები. გავესაუბროთ დღეს ბათუმში ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოსულ მოქალაქეებს. საღამოშიდობისა, მაგრამ მინდა რომ გაგესაუბროთ, შეიძლება რამდენიმე წუთით პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა გითხოთ ორბანის შემთხვევაზე, ანუ უნგრეთში შეიცვალა ორბანის რეჟიმი. რა გამოჩნდა თქვენთვის უნგრეთის არჩევნებში, რა არის მნიშვნელოვანი, რომ გავავლოთ პარალელი საქართველოსთან და მათ შორის ოპოზიციის მუშაობასთან საქართველოში? ძალიან ახლოს არ ვიცნობ პოლიტიკურ პროცესებს უნგრეთის ოპოზიციის მოქმედებების თვალსაზრისით, თორემ ორბანი რა ხერხებს მიმართა. ის რომ ებრძოლა დემოკრატიას, ეს ვიცით და არჩევნებსაც ასევე აყალბებდა სხვადასხვა ფორმებით. და ძალიან დიდი გეოპოლიტიკური მხარდაჭერაც. თუმცა რუსეთისგან და ავტორიტარი მმართველებისგან, ხო? და ივანიშვილისაც ასევე გამორჩეული მეგობარი იყო, პრინციპში ერთადერთი მეგობარი და პარტნიორი ევროპაში. კი, ძალიან იმედის მომცემია, ძალიან გამიხარდა და აი ეს ცოტა მეტად პესიმისტური განწყობა, რომ ჩვენთანაც დიდი ხნით ვერ ვიღებთ ისევ დემოკრატიის ხელსაყრელ დაბრუნებას. ეს ამის გარდატეხა შეძლო და მით უმეტეს რომ ხედავდით ოპოზიციის ერთიანობას ჩვენთვისაც ალბათ ჩვენი ოპოზიციური პარტიებისთვისაც ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ შეთანხმებები იგივე საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ უნგრეთის შემთხვევაში ერთმანდატიან ოლქებზე ოპოზიცია და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც მოიტანა წარმატება მოუტანა ოპოზიციას. კი, ჩვენთანაც სასურველი არის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის ინტერესები დააყენონ და საერთოდაც ყველგან ვინც აპირებს რომ სახელმწიფოს მართვა გადაიბაროს, უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად. ანუ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რა სჭირდება ხალხს, რა აჯობებს მისთვის და ზოგჯერ უნდა დავთმოთ ჩვენი პირადი ინტერესები. ჩვენთან ეს არის ნამდვილად პრობლემა და
ახლა უნგრეთის ასეთი სასიხარულო ამბავით შეიძლება იყოს ჩვენი ოპოზიციური სპექტრისთვისაც კიდევ ერთხელ დამადასტურებელი იმისა, რომ ზოგჯერ ერთობას დიდი ძალა აქვს, უფრო მეტი ვიდრე ცალ-ცალკე შეგვიძლია. მადლობა, ეს მარიამ ქაჯაი იყო. ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი რომან დოლაბერიძეს მოვუსმინოთ. რომა სამომშვიდობისა ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, შეფასებები უნგრეთის არჩევნებზე. რა გამოჩნდა თქვენთვის ამ შემთხვევაში? რამ დაამარცხა თქვენი აზრით? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ორბანის წინააღმდეგ და რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვის საქართველოს, რომელიც შეიძლება იგივე სცენარი განმეორდეს ჩვენთან. პირველი და ყველაზე კარგი მათ შორის რაც ჩვენთვის, აი მათ შორის მთელი ევროპისთვის და რა თქმა უნდა უნგრეთისთვის მოხდა, იყო პრორუსული ძალები ჩამოშორდება თავიდან ბოლომდე უნგრეთს. ანუ ევროპას კიდევ ერთი გარკვეული აი მეტასტაზი რო დავარქვა დაახლოებით ანუ ესეთი ნაწილი განიკურნება და ჩამოშორდება თავიდან ბოლომდე და ეს ჩვენთვისაც კარგია, იმიტომ რომ დემოკრატიული ძალები უნგრეთში ეგ ნიშნავს, რომ საქართველოში ევროპულ და დემოკრატიულ მხარეს იქნება უფრო მეტად და ნაკლები გავლენები ექნება თქვათ აი პრორუსულ ფლანგებს. ანუ ეს ერთი მხარე რაც შეიძლება ხოლმე კიდევ მეორე მხარე რაც არის, ანუ ძალიან მალე მან ფაქტიურად მოისპობა ეგრეთ წოდებული ტროლბოტების FSB-ს ქარხანა, რომელიც უამრავი ადამიანები იყო დაკომპლექტებული და თავიდან ბოლომდე რუსეთის საელჩოს ეგრეთ წოდებული გრუზ და FSB-ს თანაყოფებია, რომელიც ანუ მათ შორის ძალიან აი წარმოიდგინეთ ძალიან კომფორტულად იყვნენ უნგრეთში განთავსებული, რომ მთელს ევროპაზე ახდენდნენ გავლენას და მათ შორის არჩევნების პერიოდში გარკვეულწილად საქართველოშიც იღებდნენ მონაწილეობას. ძალიან ბევრი რამ მოხდა მან კარგი და უბრალოდ რაც უნდა დაველოდოთ, ანუ პროცესი აი როგორ აღასრულებს ამ ყველაფერს უკვე აი მომავალი გამარჯვებული პარტიის მომავალი პრემიერი, რაც ძალიან მადიარი ხო? მაგრამ საინტერესოა ასევე ის არის, რომ უნგრეთშიც ძალიან ბევრი ელოდა რომ ორბანი გაიმარჯვებდა, არა იმიტომ რომ მას დიდი მხარდაჭერა და ნდობა აქვს, არამედ იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ჰქონდა პრაქტიკულად დამყარებული ქვეყანაში, შეცვალა საარჩევნო კოდექსები და ისე მოაწყო რომ პრაქტიკულად რეგიონებში უფრო მეტი და მეტად იყო დამოკიდებული მისი წარმატება, მაშინ და რეგიონებში უფრო მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა მას, ხო, რაც საქართველოშიც ძალიან ხშირად მსგავსი სიტუაციაა, ხო? მაგრამ მე რამე გითხოთ, გასაგებია რომ ოპოზიციამ კარგად იმუშავა უნგრეთში, ჩვენ ნახეთ რომ საერთო კანდიდატები ყავდათ, ასევე კარგად გამოავლინეს თქვა როგორც კორუფციის ფაქტები, ასევე ის რომ პირდაპირ კავშირზე იყო და დაკავშირებული იყო ორბანის რეჟიმი რუსეთთან, მაგრამ იგივე რამე რომ მოხდეს საქართველოშიც ავტორიტარიზმის პირობებში, როგორც ეს იყო უნგრეთში, თუ კი ოპოზიცია კარგად იმუშავებს და იქ თქვენ ფიქრობთ რომ მთავარი ფაქტორი მაინც არის ის რომ ევროკავშირის წევრია უნგრეთი და მაინც მოქმედებს ეს როგორც მონიტორინგის ან კონკრეტული მექანიზმების მუშაობის თვალსაზრისით. მან რამოდენიმე ფაქტორი მუშაობდა. მე უნგრელი მეგობრები მყავს, ჩემთან ერთად გასულ პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ და მათთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა საუბრობთ ამ საკითხებზე და ანუ ჩემი დასკვნა ესეთი იყო, რომ უნგრელებს საქართველოსთან იყო ორი განსხვავება ქონდა. უნგრელებისთვის მაგალითად შიშის ფაქტორი ომთან დაკავშირებით მინიმუმზე იყო დასული, საზოგადოებას ომთან დაკავშირებული შიშები ძალიან ნაკლები ქონდა და მეორე მხარე იყო კიდევ იყო მეორე მხარე, სადაც აი მაგალითად უნგრელებისთვის, როდესაც უკვე დადასტურებული და როდესაც უნგრეთის მოსახლეობამ დადასტურებით გადაწყვიტა, რომ აი პრო-პუტინისტური მთავრობა ყავს, ანუ პრორუსული მთავრობა ყავს, გეცოდინებათ, რომ საბჭოთა კავშირის ინტერვენცია, როდესაც მოხდა, თუ სწორად მახსოვს 56 წელს თუ 53 წელს, თუ არ მახსოვს,
აი ამ პერიოდში ამ პერიოდის ანუ ის ინტერვენციის პერიოდი თქვა რაც უნგრეთში ბუდაპეშტში მოხდა ეგ ძალიან კარგად ახსოვთ და მათთვის ძალიან მტკივნეულია როგორც ეს ინტერვენციის პერიოდი ასევე მან იყო კიდე ოკუპაციის პერიოდი ხო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკვე ოკუპაციაც ფაქტიურად ოკუპაცია პრორუსული მთავრობა დასვა ანუ პრორუსული მთავრობის არსებობა უნგრელებისთვის იყო აბსოლუტური წითელი ხაზი და შესაბამისად უნგრელებმა როდესაც დაადასტურეს აი მათ გონებაში ჩამოყალიბდა რომ აი ორბანის მთავრობა იყო პრორუსული ავტომატურად შემდეგ უკვე აი დიდი დრო დაჭირდათ ამის მისახვედრად მაგრამ ვიდრე არასდროს მომენტი იყო. დებით ეხლა თქვენ სანქციების გააქტიურებას ევროკავშირის მხრიდან ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ, თუ რა იქნება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, სწორედ უნგრეთის პოზიცია, ხო? ორბანი ბლოკავდა თქვენ სანქციებს იგივე ოცნების მიმართ. დებით ეხლა რომ ეს პოლიტიკა გააქტიურდება ოცნების. არ ვიცი, მაგ ხრივ აი მე პროგნოზის გაკეთება გამჭირდება, თუმცა პროცესი უკვე თუ ევროკავშირი ამას მოინდომებს, ბევრად ხო გაადვილებული იქნება წინააღმდეგობა წინააღმდეგობა ფაქტიურად 50% დაძლია ამ დრო აქამდე თუ მაგალითად სლოვაკეთის წინააღმდეგი იყო და უნგრეთის ეხლა მხოლოდ უნგრეთი დარჩა და ხო ანუ ამ თუ ევროკავშირის მოუნდება ალბათ მიაღწევს თქვენ შეკითხოს დაუბრუნდით ხოლმე ორ შეკითხვას ევროკავშირის ჰქონდა თუ არა ექნება თუ არა გავლენა ჰქონდა თუ არა გავლენა შეეძლო კი იმის გამო რომ არჩევნებზე ხო ანუ მოხერხებოდა თუ არა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ხო არ მარტო არჩევნებზე ხოლმე მათ შორის კანონებზე ხოლმე უნგრეთმა მიიღო ბევრი ისეთი კანონი რაც შემდეგ ევროკავშირმა დაბლოკა ანუ ანულირება გააკეთა და კი მათ შორის რუსული კანონი პრაქტიკულად რაც ჩვენთან ამოქმედებს ხო იგივე კანონი მიიღო ორბანმაც მაგრამ ის მაშინვე დაბლოკა გააუქმა უბრალოდ ევროკავშირის პარლამენტმა მე ანუ ევროკავშირის სიკეთეს მინდა გაუსვა ხაზი რომ როდესაც საზოგადოების წინააღმდეგ დემოკრატიის წინააღმდეგ არის რაღაც ნაბიჯი მიმართული ევროკავშირი ავტომატურად ერევა საქმეში და საზოგადოებისთვის უკეთესი ანუ ადგილობრივებისთვის უკეთესი გარემო შესაქმნელად არაერთი პრორუსული კანონი დაბლოკა მაგალითად რომლის აღსრულება ფიზიკურად ვერ მოხდა შესაბამისად აი მომავალში მე ეჭვიც არ მეპარება უნგრეთის საზოგადოება ბევრად უფრო განვითარდება ამ მართულებით იმიტომ რომ ევროკავშირი ახლა გაფართოებული თვალებით დააკვირდება ათმაგად და ასმაგად დააკვირდება უკვე ეხლა არჩევნების შედეგად იცილება პრემიერს და მის გუნდს და შესაბამისად ევროკავშირის ჩართულობა იქნება ამ ხრივ ძალიან მაღალი და ყველაფერი თუ ისე წავიდა როგორც აი მაგალითად დემოკრატიულ საზოგადოებას და ევროპას და ევროკავშირს შეფერის ანუ ეკადრება მე დარწმუნებული ვარ პრორუსული ძალები მინიმუმამდე იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაყვანილი. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ვერ მოხდება, იმიტომ რომ სასამართლო ფაქტიურად უნგრეთში არის პრორუსული ძალების გავლენის ქვეშ, როგორც საკონსტიტუციო, ასე უზენაე ისიც საქალაქოც და ყველა საფეხური სასამართლო ჯერჯერობით ისე ორბანის მიერ წარდგენილი მოსამართლეები გავლენა ამ ხრივ მათ აქვს. ამიტომ ქართულ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას არ უნდა ქონდეს იმის მოლოდინი, რომ აი ხვალ და ზეგ უკვე ყველაფერი მოხდება. კარგი ამბავი ამაში საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ახალი არჩევნების შედეგად და შესაბამისად სასამართლოში ალბათ მოხდა გარკვეული სახის ჩარევა. დიდი მადლობა. ეს რომა დოლობერიძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. მოდი კიდევ ერთ მონაწილეს მოვუსმინოთ თემურ გორგაძე, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი. საინტერესო როგორც პოლიტიკოსი რაც გვეტყვის უნგრეთის არჩევნებზე. საღამოშვიდობის ბატონო ბოდიში გაწყობინებთ, მაგრამ საინტერესოა თქვენი მოსაზრება თან ხართ პოლიტიკოსი პარტია გირჩი და საინტერესო რაც გვეტყვით უნგრეთის არჩევნებზე, რა აჩვენა თქვენთვის, რა გამოჩნდა. ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ ბოლო დღეებში, რომ აი როგორ შეძლო ოპოზიციამ უნგრეთში დაემარცხებინა ავტორიტარული რეჟიმი.
და ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ძალიან შეუძლებელია პრაქტიკულად ორბანის დამარცხება, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი აქვს ქვეყანაში, კლავს დემოკრატიას, ასევე მიიღო ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომ ყველაფერი გაინაღდა და ყველაფერი წინასწარ გათვალა, მაგრამ ოპოზიციას აიყავდა საერთო კანდიდატები გვერდსფერდანტიალ ოლქებზე და იმოქმედა იმგვარად, რომ ყველა პროპაგანდას, ნებისმიერ პროპაგანდისტულ გზავნილს, რაც ქონდა ორბანს, დაუპირისპირა საწინააღმდეგო კამპანია და ამ ყველაფერმა იმუშავა. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, თუ ფიქრობთ, რომ მაინც მთავარი ფაქტორი აქ იყო ის, რომ ევროკავშირის წევრია უნგრეთი და მონიტორინგის კონკრეტული მექანიზმები არსებობს. თქვენ რუსული კანონი, რომელიც მიიღო ოცნების რეჟიმმა საქართველოში, მიიღო ორბანმაც, მაგრამ ის მალევე გააუქმა ევროკავშირის პარლამენტმა, სასამართლომ. ხო, აი თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? საბოლოო ჯამში მან კითხვის პასუხი დადის, ანუ იცი როგორ არის, ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი რაღაცა მეზობლის ბავშვი რო უნივერსიტეტში ჩააბარებს და მისი რო ვერ ჩააბარებს და სახში რომ მოვა ეს ბავშვი და დედამისი რო ეჭვება რომ ნახე იმანქნა, აი ეგ ჭირს ხოლმე ოპოზიციას, როგორც კი სადმე ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქართველოს ეგრევე იწყება ოპოზიციაზე რაღაც დასხვა. ანუ ხაზებად კრიტიკულია საზოგადოება ოპოზიციის მიმართ საქართველოში, თქვენ ასე კრიტიკა, მე კრიტიკის ძალიან მოყვარული კაცი ვარ, ოღონდ კრიტიკა მესმის ესე, რომ აი როცა მეუბნები რომ ეს ბანზია ოკეი, ჩაკოლობანზა უნდა მითხრა გზა, რომ აი ეს ასე არა, მაგრამ ასე აი თქვენ სოფლებში კარ სიარული, ეს გზა იყო უნგრეთში, ხო? პირისპირ შეხვედრები მოქალაქეებთან, მათი დარწმუნება, უშუალო შეხვედრები. აი, მაგალითად სიტყვაზე, ახლა კერაფს არ ვერჩი, მაგრამ პირველი ეგ გამახსენდა ვიტყვი, გია ხუხაშვილი. საერთოდ თბილისიდან გასული არის? ვინაბავს ჯანმრთელობა, თავი ხო იდეა, იმიტომ რომ ეს მოქალაქეების გარეთ მოგუსმენია ხშირად. მე არ ერთ სოფელში მომისმენია თავი მოქალაქისგან, რომ მე არ მინახავს თვალით ოპოზიცია. მე მინდა რომ ნახო ოპოზიციონერებს. ტყუილია ეგ ამბავი, არ იმუშავებს. მე ანუ შემიძლია აი ხო იმუშავა უნგრეთში. არა, უნგრეთის სხვა რამე მაგიტო ვიცი. მაგალითად შემიძლია ფაქტი მოგიყვანო ჩემი სოფელში ორჯომიდან ვარ წარმოშობით 80% ჩემი სოფლელების 80% შეიძლება მეტიც კი არის საბიუჯეტო სარგებელზე ჩამოკიდებული ხალხი. ვიღაცა სოციალურად დაუცველის პროგრამაშია, ვიღაცა რაღაცა ბებია მისი პენსიას იღებს, ვიღაცა რაღაცა ნილსადენზე მეთარი გატარებულია, წონიარის ის ტანკს ყავს ორი ყარავანი, ხო იცი? როგორ წარმოგიდგენია ახლა შენო, მე მივიდე წონიარის ის ტანკის ყარავთან და რაღაცა ისე მაგრად გაველაპარაკო, რომ ამ წონიარის ტანკის ყარავმა უარი თქვა საკუთარ ხელფასზე, რომელსაც ტყუილა იღებს და გამოექანოს და აი მართლა მაინტერესებს შენ როგორ წარმოგიდგენია ამას გააკეთე წარმოგიდგენია იმიტომ რომ ძალიან მარტივად წარმოგიდგენია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო მოქალაქე მაინც ამ ინდივიდუალურ არჩევანს აკეთებს საარჩევნო კაბინეტში და ხრულსივრცეში ხო მოქალაქის ნახეთ მაგრამ ის თუ ამბობს რომ მე შეიძლება არ მომწონს ოცნება იმიტომ რომ ის უმაქნისია რა ვიცი საფრთხეს წინაშე აყენებს ქვეყანასაც შემდეგ მაგრამ ოპოზიცია რატომ არის კარგი ის არ მოусულა ჩვენ არ დამლაპარაკებით ამიტომ შეიძლება მან ითამაშოს სტრატეგია შეიძლება აირჩიოს კი ბოდან მოგცემ ხმას შენ იმიტომ რომ დამოკიდებული ვარ მაგრამ კაბინეტში სხვა არჩევანი გააკეთოს, მაგრამ მას мотиваცია უნდა გაუჩნდეს, უნდა დაინახოს რომ ოპოზიცია უკეთესი არჩევანია, ოპოზიცია რაღაც არჩევანია. დაინახა ხედვა და ამიტომაც ის მოქმედებს, რომ მან დაინახა რომ პიროვნად მივიდა მასა თქვა თემურ გორგაძე, დაელაპარაკა, აუხსნა, დაანახა მისი ხედვების რეალურობა და ის აკეთებს უკვე შესაბამის არჩევანს. მაჩვენე ერთი ადამიანი, ნებისმიერი ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საბიპან სარგებელით ეს შეიძლება იყოს სხვადასხვანაირ, ამიტომ მოდი სიტყვა სარგებელს გამოვიყენო, საერთოდ ვიგო დასხმარობდნენ და ვიგოდით არის კოცემული, ერთ საქართველოს მოქალაქე დამანახე, რომელიც ვიგოდით არის კოცემული და რომელთანაც ვიღაცა მივიდა, დაელაპარაკა და ამ ვიგოდით კოცემულმა სოფელში დასახლებულმა საქართველოს მოქალაქემ გადაიფიქრა კოცისთვის ხმის მიცემა. არ არსებობს მარტივი მიზეზის გამო. არც ვამბობ ხო უნგრეთშიც ხო ასე ახერხებდა სოფლების მოსყიდვას ორბანის რეჟიმი იქაც იყო კორუფცია მოსყიდვა მათ შორის დაშინება უნგრეთის არჩევნების შემდეგ ორბანმა რა ქნა მიულოცა ხო ასე მაგრამ იქნებ იძულებული გახდებოდა რომ მასობრივად არ დაუჭირა მასობრივად გამოცხადა ხალხი არჩევნებზე საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ მიშამ რა ქნა ხო მიულოცა ეხლა კითხვა მაქვს შენთან წარმოგიდგენია შენ ბიზინა ივანიშვილი დამდგარი იმასთან რა ქვია ტრიბუნასთან ან რა გინდა თქვა რომ უფრო ძლიერი რეჟიმია როგორც ავტორიტარული რეჟიმი მაშინ უნდა დამაჯეროს ივანიშვილის ქვეყანაში მართლა არსებობს არჩევნები ამ ქვეყანაში მართლა ბიულეტენით წყდება რაღაცა
მართლა ვიღაცა წავა რაღაცა მთელი საქართველოს 90-იან წელს. ანუ ბიულეტენით კი არ წყდება, მაგრამ ძალა ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ყველაფერი არის პრინციპში ძალა და როცა ეს ძალა ჩდება მოქალაქეების, ახლა როცა მოქალაქეების მასობრივი და მასშტაბური უმრავლესობა ამბობს, რომ მე ვხედავ ქვეყანაში საფრთხეს და არ უჭერ მხარს მართლ პოლიტიკურ ძალას, მაშინ უკვე იქ რაც არ უნდა გააყალბო, ძალიან რთულია ეს ამ გაყალბების ლეგიტიმაცია შემდეგ შეძლო, ხო? გაყალბებას და დაწერას შორის ხოობა, რა ვიცი, ანუ შენ ბათუმელი ხარ. ხო იცი რომ 2021 წელს ბათუმში ოპოზიცია მოიგო, რა ვიცი. ქოცებში ყველა კაფეოდ ჩანდა თვითონ ძმაკაცი ყავს და თვითონ შიგნიდან ვიცი ქოცების საარჩევნო შტაბიდან ვიცი რომ თვითონაც იძახდა რომ დავაგეთო. აი ის წინამერი რო იყო სახელი დამავიწყდა და ის კაცი შემდეგ მერის თანამშრომლობა ხელფასი რომ პრემიები რომ მოთხოვეს თვითონ თქვა რომ თქვენ ჩემზე ხმა არ მოგიციან მე რას ვთხოვ პრემიას თვითონ ოცნების შტაბიდან ვიცი რომ მათ თვითონ იძახდნენ რომ დავაგეთო. ეს ყველაფერი გავიგებ, მაგრამ ხო ფაქტია რომ უნგრეთის შემთხვევაში სოფლების და რეგიონების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა ურბანს, მაშინ როცა ახერხებდა ურბანულობა თავისი პროპაგანდისტული იდეები დაეჯერებინა მათთვის და დღეს იგივე სოფლებში მინიმუმ 90% იყო ოპოზიცია. იმიტომ რომ ოპოზიციას ჰქონდა თავისი სტრატეგია, კონტრპროპაგანდა და კარდაკარ სიარული აუხსნა მოქალაქეებს პირისპირ შეხვდა და ელაპარაკა სოფელ. რატომ ფიქრობთ რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და შეიძლება იმუშაოს ამას საქართველოში? არა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩააგდოს სოფელში მისულმა ბიძაჩემმა იმ უბანში რაც არ უნდა ჩააგდოს. ნულია იმის შანსი რომ ბიძაჩემმა რომ სულ ჩემი თავი შემოხაზოს ის ცესკოში არ აისახება, ეგ არის ტყუილი ვიცი. შეიძლება არ აისახოს კი ბატონო, მაგას კეთებობით, მაგრამ ამდენი მოტივირებული მოქალაქე და ასეთი მხარდაჭერა თუ ექნება ოპოზიცია სოფლებში და ნებისმიერ სხვა სივრცეში, ხო? მაშინ პროტესტიც იქნება სხვანაირი, ხო? შენ ხო გინახია რომ აი ევროპის მხარდამჭერი აქცია რო იყო, რა ვიცი, მე მამდენი ხალხი ბოლოს ძალიან ბევრი ადამიანი გინახავს, კი ბატონო. ბოლოს აშობაზე. მართლა მე თქვენ მაინც ის თქვა გინდათ რომ სხვა მასშტაბის გაყალბება და სხვა მასშტაბის ავტორიტარიზმია ივანიშვილის შემთხვევაში. ნებისმიერ აი რუსეთში რატო თურქეთში რატო ვერ შენ გონია რომ თურქეთში ოპოზიცია რამეთი ჩამოვარდება მათ. თურქეთში ხარ გასხობილი საარჩევნო კულტურაა და რაღაც ეს ჩამოყალიბებულია წლების განმავლობაში. რამეთი თურქეთში მithumetes განსხვავებით საქართველოსგან ჯერ კიდე არის შემორჩენილი ოპოზიციური მედიები. ჯერ კიდე რამდენი საქართველოს არის მაგრამ არის შემორჩენილი. რატო რუსეთში ვერავინ ვერ იგებს? რატო რაღაცა რა ვიცი მე ბერდი მუჰამედოვს ვერავინ ვერ იგებს? ხო და რა ხდება ეს გითხეთ? უნგრეთში სხვა ავტორიტარიზმი იყო, აი ეს და ბევრი ელოდა იმას რომ მოიგებს ურბანი, ხო? ბევრის მოლოდინი იყო. ქვეყანა და აი მაგის ახსნავსად რომ ურბანმა პოლიტიკოსი არის და იმან გამოვიდა და აღიარა საკუთარი შეცდომა, მაგრამ საკუთარი წაგება. ხო და რა იყო აქ თავი ფაქტორი? ხო შეიძლება საპირისპირო გაეკეთებინა, გაეყალბებინა ბოლომდე ჩაეცოლებინა ციფრები. ეგ საქართველოში შეგრჩება ჩვეულებრივად და შეერჩა ბიზნეს არაერთხელ, მაგრამ ევროკავშირში ეს ვერ შეგრჩება. ეგ ხო, ანუ ევროკავშირმა იმუშავა მაინც როგორც მექანიზმა, ხო? ანუ რაღაცა ეს არ არის საქართველო არ არის უნგრეთი. მესმის კი. მაგრამ ამ ყველაფერთან არის რამე გასათვალისწინებელი თქვენ ფიქრობთ ქართული რეალობისთვის, ან რამე სასიხარულო ჩვენთვის აი ამაზე რას კი, მათ შორის ანუ მე რაღაცა ისე მომივიდა რომ რაღაცა ნეგატიურ რაღაცებს და კი ბუნებია რომ მათ შორის შემიძლია ამოვიდო ჩათი, გაგიხსნა და გაჩვენა რომ მაგალითად ჩვენ პარტიაში მადი არის საარჩევნო კამპანიის რაღაცა მთელი ამბავი შესწავლილი დაწყებული გვაქვს, ოღონდ მე ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე, როდესაც დადგებიან რომ აი იცი რა ძმა ესენი ბანძები არიან ცუდები. ჯერ ერთი რომ სოფელში ადი და დაელაპარაკე ვინც მეუბნება სოფელს ერთ არ იცის. მეორეც ხშირად მეუბნები ხოლმე რომ შენ თუ მაგ სოფელში ცხოვრობ, მაინც და მაინც პოლიტიკაში უნდა გერკოს და სადმე სიაში უნდა ეწერო. დაელაპარაკე და ერთი რომ ელიმე ქოცი გადაარწმუნია ბათუმში. არა, ვერ გადავარწმუნებ მეუბნება. ხო და ჩემთვის გულწრფელად ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს სოფელში, როცა მე მქონია გამოკითხვა სოფლებში, მე როგორც ჟურნალისტი, ჩემთან არ მოსულა ოპოზიცია და გავიჟღერებე კრიტიკული პოზიციები. მინახავს ის რომ მაგათ სოფელ დიდაჭარაში მოქალაქეები გამოხატავდნენ ერთმანეთის მიყოლებით კრიტიკულ პოზიციებს, ეს იყო ძალიან საგრძნობი კრიტიკული პოზიციები და შეიძლება როცა გადაწყვეტა გადაცემან ჩაგვეწერა იმავე სოფელში დისკუსია მოგვეწყო საღამოს და გავიდა ამ სოფელში რამოდენიმე საათი, უცებ დატრიალდა მოკეთ ოცნება და ისე მოხდა რომ ვინც შეთანხმებული ყავდა რომ იქვე იმავე სოფელში უნდა ელაპარაკათ ღიაცის ქვეშ. აი მაგალითად თქვი ახლა დიდაჭარის და მეგეთი უცებ ხო აი შეგვიძლია ადამიანები რა. მაგრამ მოქალაქეებს უთქვამს პირდაპირ მათ შორის კამერაში ეს ვიდეოებიც კი ასვათ და ბათუმელების YouTube-ზე და შეგვიძლია ეს ნახოთ. თქვენ მოქალაქე რომელიც ამბობდა რომ აი ვეტინგი რატომ არ უნდა ჩატარდეთ, ან მოსამართლების საკითხის ინიციირების შემოწმება, ხო რას ქვია ეს არ უნდა უცნობას და ის აფიქსებდა კრიტიკულ პოზიციას, მაგრამ
იქვე ღიად აღნიშნა ის რომ მე ვარ დამოკიდებული ოცნებაზე, ჩემი ცხოვრების სტილით, აქ მაღალი თოვლი მოდის, საუნდა გაწმინდოს წმინდებულმა და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე აღნიშნა ის რომ მოვიდეს ოპოზიცია დამელაპარაკოს, აი ახლა მაშინ არ ვიცი, დამელაპარაკოს, არ მოსულა და დამელაპარაკოს მე მოვიფიქრებ. დაჭალის რომ მაგალითად, აი მაგალითად მიყავს ფოტოშოპს 2021-ში ერთი ტყუილია. მაგალითად 2024-ში ნიკა მელიამ სამეგრელო მოიარა ოჯახ. ყველა ოჯახში ნამყოფია 2024 წლის არჩევნების წინ, სადღაც 103 დღე თბილისში ჩასულა და ყველა ოჯახი. ეს უსაფრთხოების არჩევნების დროს, აბა? 2024 2020-ის არჩევნებზე 2020-ის არა 20-ის არჩევნებზე მე და ზურა ჯაფარიძემაც მაღალმთიანი რაიონები თითქმის ყველა სოფელი მოიარა და შემიძლია სრულიად დარწმუნებით გითხრა რომ ჩემი საკუთარი სოფელიც კი წავაგე რომ მოვიარე მაგიტომ ხაზას მდგებნები რაღაც იმიტომ რომ ვისთანაც ჩვენ მივედით ჩვენ წამოვედით თუ არა უკნიდან მივიდა სუსი ზოგი შეაშინეს ზოგი მოისყიდეს და ჩემი სოფელი წავაგე არა იმიტომ რომ სულ არ მსოფლოს ძალიან უყვარვარ მაგრამ აი ესეა მაგრამ დიდაჭარის მაგალითად კაი გამახსენე 2024 წლის არჩევნების წინ კი ეს იყო 2024-ში მე რაც მოვყავი რა დიდაჭარი აი მე 24-ს გიყვები ზუსტად აი ხვა 3 დღეში რო არჩევნებია მოკლედ რაღაცა მაგ პერიოდში ჩვენი ან კოალიციის ვინც ყავდა იქ 3 ადამიანი სამივე შეაშინეს კოცებმა და სამივე გადაიბირეს და აი CSGO-ში რო სახელი და არეგისტრირო უკვე რაღაც ბოლო წუთებია თუ ბოლო საათები მოკლედ რა ვეღარ წვასწრებთ და უბრალოდ აი ნაცნობობით მეგობრობით დაურეკე ჩემ დიდაჭარი მეგობარს და ვთხოვე რომ შანსი არ მაქვს ადამიანი წავიდა და უნდა დამეხმარო როგორც აი ყანაში როგორც დამეხმარებოდი ის ესად რო ყოფილიყო კომისიაში უბნის კომისიის წარმომადგენელი მინიმუმ იქ ვიღაცა ჩვენი წარმომადგენელი რო ყოლო აბა რა იმუშავებს თქვენი აზრით აი რა არის ეფექტური გზა 3 დღით ადრე სადაც ის დიდაჭარაში ადამიანი დავარეგისტრირე 3 დღით ადრე აჭარის მასშტაბით ყველაზე მაღალი ხმები იცი სად მაქვს დიდაჭარაში და იცი რატო აი მაგალითად ხულოში სადაც მე მიტა იმიტომ რეალური განწყობა ეთყობა მაღალია მაინც ხო საპროტესტო განწყობა საკუთარი ბიძა რიქაც იმუშავებდა სუსი საკუთარი ბიძა რომელთანაც იმიტომ კი ტაია რომელთანაც იმიტომ კი არ მისულა ხმამომეცმე ხულოში რო შევიარე ტაიასთან შევიარე და საჭმელი ვჭამე დედას ფიცავარ თუ მეხსენებია ხმამომეცმე იმიტომ რომ ტაია ჩემო ხმამომეცეს რაღაცა ბუნებრივი ამბავი მგონია მე როგორც კი წამოვედი მივიდენ ტაიაჩემთან და ოჯახის ყველა პირადობა წაართვეს და დიმირეკა და მიხარ ტაი რას მერჩოდი რა გინდა და ისედაც და მე მეცახმა გამანებე თავი და რა გინდოდა პირიქით გავაფუჭე ვისთანაც მე მივედი ყველასთან ჩემი წამოსვლის მერე მივიდა სუსმა და ვერსაიდან ხმა ვერ წამოვიდე მაგრამ სადაც არ მივედი მაგალითად დიდაჭარაში იქიდან წამოვიდა ყველაზე მაღალი ხმა იმიტომ იქ ვერ შეაშინეს არ შეაშინეს. ანუ გავიგეთ თქვენი არგუმენტი რომ ეს არ ვერ იმუშავებს საქართველოს შემთხვევაში. რა არის მაშინ მნიშვნელოვანი ფაქტორია მარჩევნებში, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამე შეიძლება იმუშაოს ჩვენთან. ფაქტორი იყო და რაც წესით ჩვენ ხარეს გასაკვალიფიცებელი, რასაც ჩემი აზრით ჩვენ 2020-ის მერე ვარ. აი შენც თქვი კითხვაში რომ ანუ იქ მადიარი იყო, მადიარს რაღაც მაჟორიტარული ორ, ანუ რეალურად პარტია კი იყო, მაგრამ მარტო პარტია არ იყო, გაერთიანებული იყვნენ. კოალიცია იყო. კოალიციასავეთ იყო. ის იქ მომრჩეველმა დაინახა ძალა. რაღაც საერთოდ გაერთიანებული ოპოზიციური ძალა. ეს ბუნებრივი ამბავი არის, შეხედე ქართული ოცნების სამომრჩეველოს რო ეკითხები. ყველა კვლევა შენც გახალხებნა. სულ ყველა კვლევა რაც კი ჩატარებულა, ქართული ოცნების სამომრჩეველობის მეორე არჩევანი იცი რა არის? ნაციონალური მოძრაობა. არა იმიტომ რომ რაღაცა ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან ან ძალიან ერთმანეთი მოწონთ არა. იმიტომ ხედავს რომ მოგების შანსი აქვს იმას, ხო? მრჩეველი იხდება ძალისკენ. ხო. ძალამ. ქართული ოცნების ამრჩეველიც კი ამბობს ანუ კვლევაში რომ მე ავირჩევ ნაციონალურ მოძრაობას. თუ არ იქნება ქართული ოცნება. ამრჩეველი ქართული ესეთი არის ძალისკენ იხდება. ბუნებრივად ამბავია ეს ჩემ მოგონი კი არა როგორ მოიგო მიშა სააკაშვილმა 2003-ში. ან 2012-ში ივანიშვილმა. აი მაგ მოვიდოდი როგორ მოიგო 2012-ში ბიძინა ივანიშვილმა. რა მოვიდა და ესე თქვა რომ აქეთ მოვარ, იქეთ მიშა. ეხლა ჰე დავაიაბა ვის ჩემკენ გინდანან ჩემკენ ვიყავით, ვის მიშასკენ გინდანან მიშასკენ ვიყავით. შენც ხო გახსოვს, რა ვიცი. კონსერვატიული პარტიის საჭიროების ორგანიზაციის თავმჯდომარე მაშინ იყო ბაციკაძე, დავით ბაციკაძე. რესპუბლიკელები რომლის ყველაზე ლიბერალებად ითვლებოდნენ, იყო მასალკი. ანუ რესპუბლიკელები, ლიბერალები და კონსერვატორები. ხო ხდები რომ რაღაცა იდეოლოგია სხვადასხვაგან არის, ანუ არაფერი იდეოლოგიური მოდიბარა. მაგრამ ერთად ადგენ მაგ პერიოდში. იდგნენ
და ამან იმუშავა. და ამათ მოიგო. მაგრამ ეხლა მე ერთად ხართ ეს პარტიები თქვა რომ ამით რა შევაჯამოთ. ზღვა პოლიტიკური პარტია ერთად ხართ. ხო? ანუ შემდგომ შეგერთობა არ არ არის კაცო, ანუ რანაირად ეგეთი ერთობა იყოს, ჩვენ ერთი ლიდერი ყავს ვინმე. კი, რაღაცა. ან ერთი ლიდერი უნდა იყოს აუცილებლად. როგორც უნდა იყოს, ერთი ლიდერიც რო არ იყოს, აი ბუნებრივი ამბავია, ერთი ნომერი რო არსებობს. ერთი ნომერი და აი ბაბა წარმოიდგინე რომ რაღაცა ტარდება კლება და აქეთ რაღაცა ოცნება იგებს 40%-ს ან 45%-ს რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს და აქეთ რაღაცა სხვები არიან, რომელიც დიაგრამაში უყურებს ოცნებაზე მაღლა. ეხლა შეხედე ამას ამჩულის თვალით. ამჩული ამას უყურებს პირველზე ვინც არის, ის არის ძლიერი, და მე იმასთან ვცეხმა. ეს ანუ ძალა იგებს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნეტა ეგრე იყოს რომ პოლიტიკური იდეოლოგია იგებდეს და ავი ამ ქვეყანაში მე არ ვიცი პოლიტიკური მაგრამ ეს ერთობა რატომ არ გამოდის ან რა უშლის ხელს ამ ერთობას ჯერ კიდე ქართულ ერთობას ეძახიან ამას რომ მე ადამიანურ ენაზე ვცნი ამას რომ ანუ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდე გონიათ რომ რაღაცა მნიშვნელოვანია და მთავარია რაღაცა ჩვენი შევინარჩუნოთ მე რაღაცა ლიბერალი ვარ მაგიტომ მოგიყვანა მასალკილის და ბაციკაძის აი იქ ვიღაცები არიან ვისაც გონია რომ ცენტრისტია ვისაც გონია რომ ლიბერალია და რაღაცა იქ დებულებაშიც წერია ამას იმიტომ რომ რაც გამოქვეყნა იქ ეწერა რომ ერთფეროვნება რაღაცა ერთ განსხვავებულობა მაგრამ ერთფეროვნების გარშე არ გამოდის ანუ ხარ ერთად აქეთ რუსი გარს აქეთ ქართველები არიან ეს ქართველები უნდა დადგე ერთად ეს რუსი უნდა დამარცხო და მე უნდა გამოხვიდე და რა ვიცი მე და ვინ არის იქ ვიზი ფრავიცა ლევან ცუცკირიძემ შეიძლება მე ვიდაოთ რაღაცა მინიმალური ხელფასი გვინდა თუ არა მაგრამ ეხლა ხო სასაცილოა რომ მე და ლევან ცუცკირიძემ ვაპარაკოთ მინიმალური ხელფასი ან ვინ ვიცი აი ეგ არის მე ეგ მგონია რაც უნდა გადმოვიღოთ ჩვენ უნგრეთისგან რომ ძალა ანუ რაღაც ერთი სუბიექტი უნდა არსებობდეს ერთი საარჩევნო ნომერი თუ რაღაცა ერთი ბუშტი რაც კიდე დააქვს იმას არა შეიძლება ხალხი მოხედავენ რომ შენ ძლიერი ხარ ხო ხოცით შენკენ მაგ შემთხვევაში გადმოიცა ის სოფელში ვინც ფიზიკურად არსებობა არის დამოკიდებული ბიუჯეტზე. იმ შემთხვევაში გარისკავს და გადმოარ შენთან, თუ დაინახავს შენ იმაზე ოცნებაზე ძლიერი ხარ და მისი ვისკი არ დააყენებს მას საფრთხის ქვეშ, რომ ხომშიერი დარჩეს. ხო, ეს ხო, თუ ის არც ბანტონი ხო ცუცკი არ გიზახ. ანუ იმ ადამიანის პურის მიტანა სახში დამოკიდებულია მის ამაზე, ანუ ოცნებაში უნდა იყოს. ხო, მორალი მან და არ მუშაობს, ან კუჭი როცა შერი გაკი მორალი არ მუშაობს. რო დასწინია. ან იმის შეშრობ შეიძლება მშიერი დარჩე, დაუცველი დარჩე კიდევ უფრო მეტად. შენ მაგალითად რა ვიცი ახლა აქ ბათუმში ვიღაცა ბუღალტერი რო გააგდო სიტყვაზე ჰილტონიდან წავა და რედისონში იმუშაობს, მაგრამ ბორჯომში 1 მილი გადის და 1 მილზე არის 5 ყარაული და იქედან ოცნება რო გამომაგდებს, მეორე აღარ არის. ან ტანკს როცა იწა. ტონიარში მეორე ტანკი გაღადია. ანუ იმ ტონიარისის ტანკის დაბლაგებობით უნდა მიიტანოს სახში პული. შენ გინდა დააცინე იმას, გინდა მორალი უკითხეთ, გინდა ამუნათრე და გინდა რაღაცა რაც გინდა ისქენი, იმას პული აქვს სახში მისადამი. ის იმ შემთხვევაში გარისკავს მის პულს. კი ვიცი რომ არ მოწონს იმას. უამრავი ეგეთი ვიცი ვის არ მოწონს. უამრავი, მაგრამ უამრავი ეს ყველა ვიცი რომ მიდის და მაინც ოცნებას აძლევს. როდესაც დგება ეგ საკითხი, იმიტომ რომ აქეთ მხარეს არ არის ძალა, აქეთ მხარეს დგომი ძალის ამათ არ ჯერა. არის ამიტომ არ იღებენ, თორე თუ დარწმუნებია რომ ეს ძალა მომგებია და ბიზინა წამგებია, მაგიტომ მოვიყვანე 2012-ის მაგალითი 2012-ში ხო რაღაცა ნაცები ვინც იყვნენ ყველა გადაპორტდნენ და გახდნენ ქოცები, იმიტომ რომ იქ დაინახეს ძალა. ეგ არის ანუ ეგ არის რაც უნდა გადმოვიდეთ ჩვენ უნგრეთის შემთხვევაშიც. დიდი მადლობა, მგონი ძალიან საინტერესო ანალიზი გამოვიდა. თემურ გორგაძეს უსმენდით, პარტია გირჩის ერთ-ერთ ლიდერს და ასეთ იყო დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებები ბოლო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებზე. ძირითადად ჩვენ ვილაპარაკეთ უნგრეთის არჩევნებზე, არჩევნების შედეგზე, თუ როგორ დაამარცხდა ურბანის რეჟიმი და რას ნიშნავს ეს ამბავი ჩვენთვის. ეს სწორედ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.